ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ საგანგებო დებატებისთვის ემზადება. ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო რეზოლუციასაც მიიღებს. ფორმულას ინფორმაციით კრიტიკულ დოკუმენტს მხარს ევროპარლამენტის ყველაზე გავლენიანი ჯგუფები დაუჭერენ. ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში. ასე ჰქვია დებატებს, რომელიც უკვე გამოჩნდა დღის წესრიგში. ივანიშვილის ანტიდემოკრატიული პოლიტიკის ბოლო შედეგი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერება გახდა. ბრიუსელი ოცნებას აფრთხილებს, რომ რეპრესიების გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა ეს გადაწყვეტილება მთელს ქვეყანაზე გავრცელდეს. სალომე ლაბაძე უერთდება ფორმულას ეთერს ამ თემის დეტალებით. ევროკავშირი ქართულ ოცნებას აფრთხილებს, თუმცა ევროპული გაერთიანებისთვის ცხადია ისიც, რომ ივანიშვილის პარტია არათუ ითვალისწინებს ამ გაფრთხილებას, არამედ ამის საპირისპიროდ სწორედ რეპრესიის გაღრმავების მიმართულებით მუშაობს, რის ბოლო და ყველაზე მწვავე გამოვლინებადაც ევროკავშირი მიიჩნევს ცვლილებებს, რომლებიც მიმდინარე კვირაში ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ დაამტკიცა, ანუ გულისხმობს ცვლილებებს, რომლებიც ივანიშვილის პარტიამ გრანტების შესახებ კანონში შეიტანა. ამ ცვლილებების ძალით კი შევახსენოთ მაყურებელს, რომ ივანიშვილის რეჟიმი პრაქტიკულად სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრება საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლის საჯარო გამოხატვაც ამ პარტიისთვის მიუღებელი აღმოჩნდება და რომელიც რაიმე სახის დაფინანსებას მატერიალურ თუ არამატერიალურ მხარდაჭერას მიიღებს უცხოური ორგანიზაციისგან ან უცხოეთის მოქალაქისგან. ეს კი ევროკავშირის შეფასებით საქართველოში სიტყვის თავისუფლების რეპრესიულ შეზღუდვას წარმოადგენს და სწორედ ამის შესახებ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა. ამ განცხადებაში საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები ახსენებენ იმ მხარდაჭერას, რომელიც ევროპული გაერთიანებისგან წლების განმავლობაში მიიღო ჩვენმა ქვეყანამ და აღნიშნავენ, რომ ივანიშვილის რეპრესიული პოლიტიკის გამო ახლა საფრთხეშია ვიზა ლიბერალიზაციის საკითხიც. უფრო კონკრეტულად კი განცხადებაში აღნიშნულია, რომ უვიზო მიმოსვლა უკვე შეუჩერდა დიპლომატიურ პასპორტებს, უკვე გაუქმდა დიპლომატიური პასპორტებისთვის, რაც არის სწორედ ამ რეპრესიული პოლიტიკის შედეგი, თუმცა ეს შეიძლება არ იყოს მისი უკანასკნელი გამოვლინება და თუ ეს პოლიტიკა გაგრძელდება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მოსაოდნელია, რომ ამ საფრთხის წინაშე, ანუ უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხის წინაშე საქართველოს ყველა მოქალაქე დადგება. ამ საკანონმდებლო პაკეტის მიღებით საქართველოს ხელისუფლება მეტად უგულებელყოფს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და უფრო შორდება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ მიზანს ევროკავშირის წევრობის შესახებ. ეს ემატება საქართველოს ხელისუფლების მიერ უკვე განხორციელებულ ქმედებებს, რამაც პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და აქტივისტების უსამართლო დაკავება გამოიწვია. ისინი დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები. საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს შედეგები მოყვა. მაგალითად, დღეს საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში ნაკისრი ვალდებულებების მიზანმიმართული და განგრძობითი დარღვევის საპასუხოდ კომისია აჩერებს უვიზო მიმოსვლას დიპლომატიური, სამსახურეობრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში. ამ ეტაპზე სინანულით აღნიშნავთ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყნის მხოლოდ სახელი შერჩა. საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით ძალიან მართლად განვაცხადეთ, რომ ეს ზღუდავს ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს. ის ასევე ძალიან ფართო კონტროლს აწესებს ქვეყანაში პოლიტიკურ საქმიანობაზე. მისი ბუნდოვანი დებულებები ასევე ქმნის ღრმა სამართლებრივ გაურკვევლობას და ასევე არბიტრაჟისა და შერჩევითი აღსრულების დიდ რისკს. და ეს მზია ამაღლობელის დაკავებასთან დაკავშირებულ კითხვასაც უკავშირდება. მკაცრად დაგვეთ მისი პატიმრობა. მისი განაჩენი ასევე აჩვენებს დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ რეპრესიებს. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი საქმიანობის შესრულება დევნის ან ზედმეტი შეზღუდვის შიშის გარეშე. ამიტომ ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღებას და გაჩუმებას, ასევე ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძველს და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ მის და ყველა უსამართლო დაკავებულის გათავისუფლებას. კიდევ ერთი რეპრესიული ბერკეტი, რომლის აქტიური გამოყენების გამო ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებმა ევროპასთან დაახლოების გზაზე მოპოვებული ყველა სიკეთე, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციაც დაკარგონ, არის პოლიტიკური პატიმრები, ანუ მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრება, რაზეც შეშფოთება არაერთგზის გამოიხატა, მათ შორის სწორედ ამის შესახებ მოისმინეთ რამდენიმე წამის ანიტა ჰიპერის განცხადებაც და სწორედ ამ თემაზე, როგორც ირკვევა, ევროპარლამენტში მალე ჩაინიშნება საგანგებო დებატების კი სახელწოდებით ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური
პოლიტიკური პატიმრები ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში. ამ დებატებზე ცნობილია, რომ იმსჯელებენ სწორედ იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკურ პატიმრობას რეპრესიული მართვის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად და უკვე მომდევნო დღეს 12 მარტს ამ თემაზე ცნობილია, რომ საგანგებო რეზოლუციასაც უყრიან კენჭს, მხარდაჭერა კი მოსალოდნელია, რომ გამოხატული იქნება ევროპარლამენტის ყველა წამყვანი ჯგუფის მიერ. ეს არის ძალიან ცხადი და კაფიო მხარდაჭერა პოლიტიკური პატიმრების, სინდისის პატიმრების მიმართ საქართველოში. ეს არის განაცხადი იმის შესახებ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები არ მიატოვებენ პოლიტიკურ პატიმრებს მარტო პირისპირ ამ ბოროტი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის განაცხადი იმის შესახებ, რომ როგორც ელენე ხოშტარიას საქმე, ასევე სხვა პოლიტიკური პატიმრების, სინდისის პატიმრების საქმეები დგას მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში ევროპარლამენტში. ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რომ რეჟიმზე საერთაშორისო წნეხს ნამდვილად აქვს აზრი. ეს გამოიხატება როგორც მკაფიო პოლიტიკურ სტრატეგიულ გზავნილებში, ასევე საერთაშორისო პერსონალურ სანქციებშიც. იმის გამო, რასაც რეჟიმი აკეთებს, როგორც ელენე ხოშტარიას საქმეზე, ასევე ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ საქმეზე, პოლიტიკურ დევნის საქმეზე. ეს არის საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრა და ეს ექვემდებარება საერთაშორისო სანქციებს. ამიტომ ეს დებატები და რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია. საგანგებო დებატები ელენე ხოშტარიასა და სხვა პოლიტიკური პატიმრების შესახებ ევროპარლამენტში 11 მარტს გაიმართება, უკვე 12 მარტს კი როგორც უკვე გითხარით ევროპარლამენტში კენჭს უყრიან ამ თემაზე მომზადებულ საგანგებო რეზოლუციასაც. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პატიმრობა არის ერთ-ერთი ბერკეტი, რომელსაც ივანიშვილი სხვა რეპრესიულ მექანიზმებთან ერთად, რომელთა შორისაც ასევე საგანგებო ყურადღება ექცევა სულ ბოლოს გრანტების კანონში შეტანილ ცვლილებებს, იყენებს იმისთვის, რომ საფრთხე შეუქმნა საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მომავალს და როგორც ეს კაია კალასისა და მარტაკოსის ერთობლივ განცხადებაშიც იყო აღნიშნული, ივანიშვილმა უკვე მიაღწია იმას, რომ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე დარჩენილი სტატუსია, ფორმალური სტატუსია და მას შინაარსი აქვს გამოცდილი. ამის შემდეგ კი მოსალოდნელია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შესაძლოა ამ დროისთვის უკვე მოპოვებული სიკეთეც ვიზა ლიბერალიზაციის სახით სრულად დაკარგონ.